2033 წელს თქვენი სოციალური უზრუნველყოფა შეიძლება სამუდამოდ შემცირდეს და არა ცოტა, მისი 21% გაქრება. ეს თითო ოჯახზე $18,000-ზე მეტია. ფული, რომელსაც ქირისთვის, ჯანდაცვისთვის და გადარჩენისთვის ელოდით და ყველაზე ცუდი ისაა, რომ პენსიაზე გასვლის გადადებაც კი ვერ გიშველით. მე ვარ ჯოში და დღევანდელ ეპიზოდში The Infographic Show-ზე აგიხსნით, რა მოხდება თუ სოციალური უზრუნველყოფა ამოიწურება და პენსიაზე გასვლა ვერ შეძლებთ. როგორ შეიძლება ქვეყანას, რომელიც წელიწადში $1 ტრილიონ-ზე მეცირებს გადასახადებიდან, კონდეს კანონი, რომელიც მილიონებს ერთ ღამეში სიღარიბეში აგდებს. რომ გავიგოთ რატო, უნდა გავიგოთ როგორ დაირღვა პენსიის მიღების მათემატიკა. გადაბრუნებული პირამიდა. ეს იდეალური სისტემა უნდა ყოფილიყო. მიმდინარე გადახდებზე დაფუძნებული კონვეიერი, სადაც ახალგაზრდა მუშები ერთ მხარეს სისტემაში გადასახადებს ასხამენ, ხოლო მეორე მხარეს შრომის წლები მომუშავე პენსიონერები იღებენ თანხას. როცა ასაკის გამო მუშაობას წვეთ, კონვეიერის მიღების მხარეს გადადიხარ და ახალი თაობის მუშები იწყებენ შენს ადგილას გადასახადების გადახდას. თუ გინდა უფრო დეტალურად იცოდე, ფული ნაწილობრივ მოდის ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავლიდან და იმ გადასახადებიდან, რომელსაც პენსიონერები თავიანთი სარგებლის მიღებაზე იხდიან. მაგრამ მისი უმეტესი ნაწილი მოდის სპეციალური 12.4%-იანი ხელფასის გადასახადიდან, რომელიც თანაბრად იყოფა თანამშრომლებსა და დამსაქმებლებს შორის. როგორც ჩანს, სანამ დრო წინ მიიწევს, არანაირი პრობლემა არ იქნება. სისტემაში მყოფი 69 მილიონი ამერიკელი ყოველთვე სრულ თანხას მიიღებდა, მათ შორის ის 22 მილიონით, რომლებიც სრული ჩეკის გარეშე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არ მოჩდებოდნენ. და შემდეგ სისტემა რღვევას იწყებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის ფაქტორია, რომელიც ყოველდღე ჩვენს ცხოვრებას ცოტათი ართულებს: ინფლაცია და ხელფასების სტაგნაცია. არის კიდევ ერთი პოპულარული ბუგიმენი, რომელსაც ისინი უკავშირდებიან: შობადობის კლება. აშასეჩოში შობადობის კლების ტენდენცია 2000-იანი წლებიდან შეინიშნება და 2024 წელს ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია. საბედნიეროდ, ჩვენ არ დგავართ სრული დემოგრაფიული კოლაფსის წინაშე. შობადობის მაჩვენებელი ჯერ კიდევ აღემატება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, მაგრამ 1.6 შობადსი შობადობა ერთ ქალზე სიტუაცია საკმაოდ მძიმე ჩანს. საგულისხმოდ, ბეიბი ბუმის ეპოქის ბოლოს 1960-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში შობადობის მაჩვენებელი დაახლოებით 3.3 იყო. 2013 წლის გალაპის გამოკითხვა მაჩვენა, რომ მთავარი მიზეზებია შიში, რომ ხალხს არ შეუძლია ბავშვების შენახვა, ხოლო უფრო ახალი გამოკითხვები აჩვენებს კლიმატის ცვლილების მზად შიშს. მაგრამ რაც არ უნდა იყოს მიზეზი, შედეგი ერთია. ეს კონვეიერი ახლა საქანელას დაემსგავსა და საშიშად იხრება ერთ მხარეს. მაგრამ სინამდვილეში დაბადების მაჩვენებლი მხონებლები მხოლოდ მცირე ნაწილია საერთო მიზეზის. 1993 წელს სოციალური უზრუნველყოფის აქტში ცვლილებები მიიღეს. მიზანი იყო სოციალური უზრუნველყოფის სარეზერვო ფონდის, ანუ ხანდაზმულთა და გადარჩენილთა დაზღვევის ფინანსური მდგრადობის შენარჩუნება დაახლოებით 2058 წლამდე. მაგრამ ბევრი პრობლემა იყო, რომელიც მათ ვერ წარმოიდგინეს. 2008 წლის დიდი რეცესიის გახანგრძლივებულმა გავლენამ სამუშაო ადგილები შეამცირა, საცხოვრებელი ბაზარი დააზარალა და ქონებრივი უთანასწორობის ზრდა გამოიწვია. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ნიშანი იმისა, რომ 2058 წელი შეიძლება ზედმეტად ოპტიმისტური ყოფილიყო. ყველაფერი გავარეს და 2021 წელს, როდესაც დიდი დეფიციტი დაიწყო. პირველად 1980-იანი წლების დასაწყისიდან სოციალური უზრუნველყოფის გადახდები აღემატებოდა შენატანებს და ეს მცირე სხვაობით არ იყო. ეს იყო $46 მილიარდი. ზუსტად ისე, როგორც ხელფასამდე, რამდენიმე კვირით ადრე მოულოდნელი ხარჯი გაძალებს, რომ დანაზოგებიდან აიღო ფული, სოციალურ უზრუნველყოფასაც აქვს თავისი დანაზოგი, რეზერვი, ანუ სატრასტო ფონდი. და ზუსტად ისე, როგორც შენი დანაზოგი, როცა ეს ფონდი ამოიწურება, ის საბოლოოდ ამოიწურება. პრობლემა ისაა, რომ ის უფრო სწრაფად იწურება, ვიდრე ვინმეს ეგონა. ნამდვილად ხომ გამოსავალი ისაა, რომ მილენიალებმა მეტი ბავშვი გააჩინონ, არა? არა, ასე არ არის. ექსპერტების, მაგალითად ნენსი ალტმანის, რომელიც Social Security Works-ის პრეზიდენტია, თქმით, მოსახლეობის დისბალანსი სოციალური უზრუნველყოფისთვის ისეთ დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, როგორც სიმდიდრის უთანასწორობა. საბოლოო ჯამში, როდესაც 6.2%-იან ხელფასის გადასახადს იხდიან, ამერიკელი მუშაკების საშუალო ხელფასი რაც უფრო დაბალია, მათი საერთო წვლილი სოციალური უზრუნველყოფის ფონდში ნით უფრო მცირეა. და თუ ფიქრობთ, რომ ეს სხვაობა აუცილებლად ანაზღაურდება მაშინ, როცა მილიონერები და მილიარდერები ხელფასის გადასახადს იხდიან, თუ ასე ფიქრობდით, აშკარად უფრო შორს გაიხედეთ, ვიდრე აშშ-ის მთავრობა, რომელმაც სოციალური უზრუნველყოფისთვის დასაბეგრ ქონებაზე ზღვარი დააწესა. 2025 წელს ეს იყო $176,100. მომავალი შეიძლება ბნელად გამოიყურებოდეს, მაგრამ სულ მცირე შეგიძლიათ მოიწონოთ, გააზიაროთ და გამოიწეროთ. ეს შეიძლება იყოს ერთადერთი, რაც დაგეხმარებათ თქვენი არაპენსიონერობის გადატანაში. მაგრამ რას ნიშნავს ეს ყველაფერი სინამდვილეში? ყველა, ვინც $176,100 ნაკლებს გამოიმუშავებს, კვლავ იხდის 6.2%-ს, რომლის ღირებულებაც ინფლაციის ზრდასთან ერთად მცირდება. ამასობაში მილიონერები და მილიარდერები აგრძელებენ თავიანთი სიმდიდრის კონსოლიდაციას, მაგრამ არასდროს იხდიან 6.2%-ზე მეც იმ $176,100 ზღვარზე. ძველ კარგ დროში სოციალური უზრუნველყოფა საშუალო ხელფასების 90%-ს აკრებდა და ამაზე გადასახადს იღებდა. სიმდიდრის უთანასწორობის ზრდის გამო ახლა მხოლოდ 83%-ს აკრებენ.
როგორც ტრანსამერიკას ანალიტიკოსები ამბობენ, მუშაკების ზედა 6%-ის შემოსავალი 62%-ით გაიზარდა ფასების ინფლაციაზე მეტად, მაშინ როცა დანარჩენი 94%-ის ხელფასი მხოლოდ 17%-ით გაიზარდა. ეს საშინელი ამბავია სოციალური უზრუნველყოფისთვის. 1993 წლიდან ეს შემცირება სოციალური უზრუნველყოფიდან 1.4 ტრილიონი დოლარი ამოიღო, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით უზარმაზარი თანხაა, რაც ისევ პროცენტულ შემცირებას გვაბრუნებს. როგორც ადრე ვთქვით, სისულელეა იმის ფიქრი, რომ ჩეკები მტისიერად ნულამდე შემცირდება. ეს უბრალოდ შიშის დათესვაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა გეშინოდეს. როგორც არ უნდა იყოს, სოციალური უზრუნველყოფა ვალდებულია ყველას გადაუხადოს, ვისაც ეკუთვნის არჩევანის გარეშე. მაგრამ როგორც კი სარეზერვო ფონდი ამოიწურება, აღარ დარჩება მარტივი პირდაპირი დახმარებები ან არებები, ან ალტერნატიული დაფინანსების წყაროები, გარდა შემცირებული შენატანებისა. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ფონდი 2033 წელს ამოიწურება, დარჩენილი თანხა უნდა გაიწელოს, რაც გამოიწვევს საშუალოდ 19-დან 23%-მდე შემცირებას გადახდებში, იმის მიხედვით, ვისაც გითხავთ. წარმოიდგინე, რომ შენ სამსახურში გითხეს, რომ ხელფასი უნდა შეგიმცირონ და შემოსავლის მეხუთედს დაკარგავ, მაშინ როცა შენი ცხოვრების ხარჯები უცვლელი დარჩება. ეს ის იარავის ლულაა, რომელსაც ამერიკელი პენსიონერები ახლა პირდაპირ უყურებენ. მთავრობა ამჟამად ჩახმახს უკანწევს. წინა თაობებში პროპორციულად 5 მუშაკი აფინანსებდა თითო პენსიონერს. ეხლა მხოლოდ 3 დაჩა, მომავალში კი სავარაუდოდ ეს რიცხვი 2-მდე შემცირდება. წარმოიდგინეთ, თითქოს მატარებელია, რომელიც მძიმე ტვირთს ეზიდება. მატარებელი და მისი ძრავები მუშაკებია, ხოლო ტვირთი პენსიონერები. 5 ძრავა მძიმე ტვირთს ადვილად ეზიდება. 2 ძრავა კი, როცა ტვირთი უფრო მძინეა, გაფიქრებინებს, რამდენ ხანს შეძლებს ეს მატარებელი მოძრაობას. პენსიაზე გასვლის გადადება, სანამ კიდევ უფრო დაბერდებით, შეიძლება გამოსავლად მოგეჩვენოთ. უფრო მეტ დანაზოგს დააგროვებთ, დარჩენილი წლებისთვის თანხებს გაანაწილებთ და პენსიონერების რაოდენობასაც შეამცირებთ. თითქოს ყველასთვის მოგება არა, მაგრამ ერთი პრობლემა არსებობს. თქვენ უბრალოდ კიდევ ერთი აგური ხართ ბიოლოგიურ კედელში. გსმენიათ კლასიკური რჩევა, რომელსაც ყველა ეგრეთ წოდებული ფინანსური გურუ ამბობს, უბრალოდ გადადეთ პენსიაზე გასვლა 70 წლამდე. სოციალური უზრუნველყოფის სარგებლის მიღება ყველაზე ადრე 62 წლის ასაკში შეგიძლიათ დაიწყოთ, მაგრამ თქვენი სარგებელი დაახლოებით 30%-ით ნაკლები იქნება, ვიდრე რომ დაელოდოთ სრულ საპენსიო ასაკს, ანუ 67 წელს. თუ კიდევ უფრო დიდ ხანს 70 წლამდე დაელოდებით, თქვენი სარგებელი ზუსტად 24%-ით მეტი იქნება, ვიდრე 67 წლის ასაკში პენსიაზე გასვლის შემთხვევაში. ეს დამაჯერებელი იდეაა. იმდენად, რომ CNBC-მაც კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკელების დაახლოებით 70%-მა განიხილა პენსიაზე გასვლის გადადება. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეა სწორია, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი ჯანმრთელობაც ასე იქნება. 2025 წლის გამოკითხვის მიხედვით, ჯანმრთელობის პრობლემებია მთავარი მიზეზი, რის გამოც შეერთებულ შტატებში საშუალო ასაკის მუშაკების თითქმის 56% დაგეგმილზე ადრე გადის პენსიაზე. ეს ჯანმრთელობის პრობლემები ასაკის მატებასთან ერთად მხოლოდ მძაფრდება. მხოლოდ იმიტომ, რომ ეკონომიკური მიზეზების გამო გეგმავთ პენსიაზე გვიან გასვლას, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი სხეული გაუძლებს, ან რომ არ შეხვდებით კორპორატიულ ასაკობრივ დისკრიმინაციას, რაც დამსაქმებლებს აფრთხობს, როცა საქმე 60-იანი წლების მიწურულში მყოფი ადამიანის დაქირავებას ეხება. ეს განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა იმ ადამიანებისთვის, ვინც ფიზიკურად მძიმე სამუშაოს ასრულებს, რომლებიც როგორც წესი ნაკლებს გამოიმუშავებენ და შესაბამისად პენსიაზე გასვლის გადადებით უფრო მეტ სარგებელს მიიღებდნენ, მაგრამ ნაკლებად შეუძლიათ ამის გაკეთება სამუშაოს მოთხოვნებისა და იმ ზიანის გამო, რასაც ეს სამუშაო მათ სხეულს აკენებს. თერეზა გილარდუჩის, სოციალური კვლევის ახალი სკოლის ეკონომიკისა და პოლიტიკის ანალიზის პროფესორის, სიტყვებით რომ თქვათ, შრომის ბაზარს ყოველთვის არ ჭირდებით მაშინ, როცა თქვენ ის გჭირდებათ. და რა თქმა უნდა, არსებობს კიდევ ერთი, ბევრად უფრო დამთრგუნველი მიზეზი, რის გამოც პენსიაზე გვიან გასვლა მგელია ცხრის ტყავში. ეს არის საბოლოო ბიოლოგიური ბარიერი, სიკვდილი. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებისთვის ხისოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე მაღალია ისტორიაში, ეს მაინც არ გიტოვებთ სასიამოვნო რიცხვს, როცა სიკვდილი კარზე მოგიკაკუნებთ. თუ მოახერხებთ და 70 წლამდე მიაღწევთ, მონაცემები აჩვენებს, რომ საშუალო მამაკაცი კიდევ თითქმის 14 წელს იცოცხლებს, ქალი კი კიდევ 16 წელს. ეს ნიშნავს, რომ თუნდაც პენსიაზე გასვლა 70 წლამდე გადადოთ, მაინც მოგიწევთ დანაზოგის გაწელვა 10 წლეულ ნახევარზე, მზარდი სამედიცინო ხარჯების ფონზე, სანამ ისინი მემკვიდრეობად იქცევა. ეს იწყებს იმას, რასაც ჩვენ ვუწოდებთ დაშლის სპირალს. საბოლოო მძიმე შედეგს, როცა ფინანსურად პენსიაზე გასვლა შეუძლებელია, მაგრამ ფიზიკურად მუშაობაც არ შეგიძლიათ. ის მცირე თანხა, რაც გაქვთ, პირდაპირ ეჯახება ყველა იმ მზარდ ხარჯს, რაც სიბერესთან ერთად მოდის. ჯანმრთელობიდან დაწყებული სახლის მოვლით დამთავრებული, ეს ისეა თითქოს მონსტრი ნელ-ნელა ფეხებიდან ზემოთ გჭამთ. იცით რომ ეს ხდება, მაგრამ თითქმის არაფრის გაკეთება შეგიძლიათ. ეს ყველაფერი შეიძლება კოშმარში შესვლას გავდეს, მაგრამ არა. სინამდვილეში ჩვენ ვირვიძებთ თბილი და მყუდრო ძილის შემდეგ ცივ და მკაცრ რეალობაში. პენსიის დასასრულის სისტემის ხარვეზი არ არის. ეს ცვლის იმას, თუ როგორ უნდა იფიქროთ თქვენს ფულზე ახლა. კაცობრიობის უმეტეს ისტორიაში ჩვენ ცხენებივით გვამუშავებდნენ, სანამ აღარ შეგვეძლო. სოციალური უსაფრთხოების ბადე, რომელიც ხანდაზმულებს გარანტირებულ დაცვას აძლევს, მხოლოდ ბოლო საუკუნე არსებობს, მაგრამ 2033 წლისთვის ეს ბადე ირღვევა.
და რისკენ დავიწყებთ ვარდნას. სოციალური უზრუნველყოფის 21%-იანი შემცირება თქვენს შემოსავალს ამცირებს და როცა თქვენი სხეული ვეღარ ავსებს ამ დანაკლისს, ძალიან მნიშვნელოვანია სად განათავსებთ დარჩენილ ფულს. რადგან ყველაზე ცუდი ადგილი, სადაც ეხლა შეგიძლიათ შეინახოთ ფული, ზუსტად ისაა, სადაც ბანკებს სურთ რომ დატოვოთ. გსურთ გაიგოთ, რატომ ხდება ეს კოშმარი და როგორ შეიძლება გადარჩენა. მაშინ უნდა უყუროთ, რადგან თქვენ ხედავთ ამერიკული კაპიტალიზმის სიკვდილს და ამას ვერც კი აცნობიერებთ, რადგან თქვენი ფინანსური მომავალი ამაზეა დამოკიდებული. ან დაატკაპუნეთ ამ ვიდეოზე.